ბიზნესზე ზეწოლის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების შელახვისა და ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა ფაქტებთან დაკავშირებით მსჯელობენ დილიდან დროებით საგამოძიებო კომისიის ხდომაზე. უსმენენ ტელეკომპანია იმედის მფლობელს ირაკლი რუხაძეს. დეტალებით მანანა დევაძე გვერდება, ახლა საკანონმდებლო ორგანოდან პირდაპირ ეთერში. მანანა, გისმენთ. 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია იმედში შეჭრა ბიზნესზე რეკვეტი, საკუთრების და ადამიანის უფლებების დარღვევის კონკრეტული ფაქტები. დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ ხდომაზე ტელეკომპანია იმედის მფლობელი ირაკლი რუხაძე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს იმედის გამო ბადრი პატარკაციშვილის აქტივებზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებს ქრონოლოგიურად იხსენებს. რუხაძის განცხადებით მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაპირისპირება 2006 წლიდან დაიწყო. მიზეზი კი ბადრი პატარკაციშვილის სახლის სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრები იყო, რომელშიც ის მანქანა მოხვდა, რომლითაც სანდრო გირგვლიანი შარდენის ქუჩიდან ოქროყანის სასაფლაოზე წაიყვანეს და სწორედ ამ მანქანის გადაადგილებას ასახავდა ეს ვიდეო კადრები. წინა ხელისუფლებას სურდა კადრები იმედის ეთერში არ გასულიყო, რის გამოც, როგორც რუხაძე ამბობს, ბადრი პატარკაციშვილის და იმედის ხელმძღვანელობის დარწმუნებას გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და სხვა პირები ცდილობდნენ, თუმცა საბოლოოდ ტელეკომპანია იმედმა ეს კადრები ეთერში უჩვენა და ამ ფაქტის შემდეგ დაიწყო ბადრი პატარკაციშვილის და მისი ბიზნესის შევიწროება. საბოლოოდ 2007 წელს ლონდონში მიხეილ სააკაშვილი და ბადრი პატარკაციშვილი ერთმანეთს შეხვდნენ და როგორც რუხაძე იხსენებს, იმ შეხვედრაზე ბადრი პატარკაციშვილმა იმედი საქართველოს რკინიგზაში გაცვალა. საბოლოოდ ეს შეთანხმება გარკვეული მიზეზების გამო ვერ შესრულდა. საბოლოოდ დარჩა იმედი კვლავ ბადრი პატარკაციშვილს და როგორც რუხაძე ამბობს, იმ დროს ტელეკომპანია იმედი ერთადერთი ტელევიზია და მედია საშუალება იყო, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა. ეს ზეწოლა თანდათან გრძელდებოდა და ყველაფერი კი პიკს მიაღწია ყველაფერმა 2007 წლის 7 ნოემბერს რუხაძის თქმით დილით მთაწმინდის პარკი დაარბიეს და რის პარალელურადაც ბადრი პატარკაციშვილის ყველა ბიზნესში და აქტივობებში შევიდნენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. ერთდროულად საღამოს კი სპეცრაზმი იმედში შევიდა, დაამტვრია აპარატურა, თანამშრომლებს მათ შორის ორსულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სიგნალი გაითიშა და ამის შემდეგ თანამშრომლებს აღარ ჰქონდათ იმედში მუშაობის შესაძლებლობა და ხელისუფლების შეცვლამდე იმედს მართავდა გიორგი არველაძე. საბოლოოდ კი კიდევ იყო ერთი შეხვედრა ერეკლე კოდუასა და ბადრი პატარკაციშვილს შორის. ეს შეხვედრის კადრები და ჩანაწერი თავად ბადრი პატარკაციშვილმა გააკეთა და მას სურდა გიორგი თარგამაძეს იმედის ეთერში ეჩვენებინა, თუმცა საბოლოოდ თავი შეიკავა გიორგი თარგამაძემ, როგორც რუხაძე ამბობს, და დამონტაჟებული მასალა მისი თქმით რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა, რის შემდეგაც იმედის თანამშრომლები პროტესტის ნიშნად ერთობლივი განცხადებით გამოვიდნენ და დატოვეს ტელეკომპანია იმედი. რუხაძის თქმით საბოლოოდ იმედი რეალურ მფლობელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012 წელს დაუბრუნდა. პირველი ჩვენი დაპირისპირება მთავრობასთან მოხდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, როცა შემთხვევით ბადრი პატარკაციშვილის სახლთან მდებარე კამერებმა გადაიღეს ის მანქანები, რომელმაც ეცაწყალი სანდრო და მის მეგობარი აიყვანეს სასაფლაოზე, რომელიც ასევე ბადრის სახლის გვერდზე იყო და მოგეთ ბადრისთან ჩავარდა, ბადრის ხელში ჰქონდა ის ჩანაწერები, რომელიც აჩვენებდა მანქანის ნომრებს, რომელი მანქანით აიყვანეს და ამავდროულად და უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ მოხვდით, რომ ეს არ გვეჩვენებინა არაფერი იმედზე. თავიდან იყო ეს მეგობრული, რა თქმა უნდა, ბადრი იყო ამის ცენტრი, თავიდან იყო რომ ოღონდ არაჩვენებდა რაც გინდა გთხოვეთ და მერე გადავიდა ეს ყველაფერი მუქარების. ამის მერე არც ერთი ტენდერი არ მომიგია, ტენდერსო მოვიგებდი თუ გაიგებდნენ რომ ჩვენ მონაწილეობთ რაღაცაებით იმ წუთში აუქმებდნენ, მაგალითად რიყის ტენდერი მოვიგეთ და როგორც გაიგეს რომ ჩვენი ჯგუფის მონაწილეობდა, მათ შორის გააუქმეს. მერე წყალკანალის ტენდერი მოვიგეთ და არ გაგვატანენ. მოკლედ უამრავი რაღაცა იყო, რაც არ გვიშვებდნენ. როცა ბადრი და პატარკაშვილი და მიხეილ სააკაშვილი შეხვდნენ ლონდონში ესეთ ინდურ რესტორან ტამარინში, დღესაც არსებობს, 3 ადამიანი იყო, სააკაშვილი, ბადრი და დენ კუნინი.
მეცნო ყოფილიყო მე ბოლო წამს სააგაშვილო თქო არ გვინდა საქართველოსთან კიდე ვიღაცა რო იყოსო და ამიტომ მე ველოდებოდი იქვე ახლოს და მე ბადრიმ ცალკე მომიყვა და დენკუნინმა ცალკე ორივე ძალიან კმაყოფილები ყველანი კმაყოფილები იყო შეხვედრამ კარგად ჩაერა და შეხვედრის ფაქტობრივად დედააზრი იყო ის რომ ბადრ-ბადრ-კაცშვილმა გაცვალა იმედი საქართველოს რკინიგზაში. Გამოდენიმე თვე გაგზელდა ეს ჩვენი თაფლობის თვე, როცა პრივატიზაცია გაუკეთეს რკინიგზას და იმ ჯგუფს მისცეს, რომელსაც მე უნდა გაეცვალა ჩვენთვის იმეჯი. ამ დროის განმავლობაში მოვასწრეთ მაგთიკომის წილის ყიდვა, თორე მოგცეს უფლება, თორე ეს არ ყოფილიყო მაგთიკომის წილს ვერ ვიყიდიდით, იმიტომ ჩემი პარტნიორები, ვინც ჩემთან ერთად შემოდიოდნენ ინგლისელები, ისინი გააჩერა სააკაშვილმა და უთხრა რომ ამათ ერთად უნდა აბანდეთ ფულსო და მე რაღაც მომენტში უთხრა რომ კაიო, ეხლა შეიძლებაო და ზუსტად ამის მერე მოგცეს საშუალება რომ შეგვეძინა მაგთიკომის წილი. მაგრამ მე ბადეზე დაიწყო ჭმუნმები საქართველოს რაღაცები ხდებოდა უამრავი რაღაცის საშინელებები რომელმაც მე 7 ნოემბრამდე მიგვიყვანა და რაღაც მომენტში ბადრი თქვა კარგად მახსოვს ლონდონში მიფრინავდი თბილისიდან და ბადრი თქვა რომ მე ეს იმედიო გავყიდო მე ხალხს თვალებს როგორ უნდა შევხედო როგორ უნდა ვიცხოვრო ამ ქვეყანაში და ამ შემდეგ მოკლედ ეს გარიგება სხვადასხვა მიზეზებით მარტო ამის გამო არა სხვადასხვა მიზეზების გამო ჩაიშალა ბადრი წავიდა ქვეყნიდან 4 ნოემბერს სიტყვით გამოვიდა მიტინგი იყო უკვე 4 ნოემბერს და გამოვიდა სიტყვით და იმისფერი არ დაბრუნებულა საქართველოში გარდაიცვალა რომ საქართველოში აღარ დაბრუნებულა და 7 ნოემბერს ჩემთვის დილა 7 ნოემბერს დაიწყო მთაწმინდის პარკის დარბევით პარკში შემოვიდა მერია და რაღაცა სპეცდანიშნულების რაზმი პარკში ავედი და იქნებო გამოვედი და ამერიკასო ბოჯომში შევიდა საგადასახადო ტელენეტში შევიდა საგადასახადო სტანდარტ ბანკში შევიდა ეროვნული ბანკი და ასევე რაღაცა სპეცდანიშნულების ჯგუფი და ეს ყველაფერი ხდებოდა 7 ნოემბერს საღამოს უკვე შევადენ იმეჯში მე მივედი იმეჯში, მაგრამ არ შემიშვეს და სანამ მე ამ ჩხუბობდი შევეშვით, როგორც სამთხოვს საბჭოს წევრი, ამასობაში დაგვიშინეს რეზინის ტყუები და მე უკვე იქ ყველაფერი აირია და ჩვენ იმის მერე იმეჯში, იმედე მე უკვე ხალხიო გამოყარეს, ჩვენ იმეჯში კაი ხნის განმავლობაში არ შესულა. გადიოდნენ ამერიკის საელჩოში ბატონი ნიკა გვარამია, რომელსაც ეხა მოაქვს მედიის თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანად და უმტკიცებდა ამერიკის საელჩო მე ვარ დასაჭერი. ორჯერ ელაპარაკა კონდოლიზა რაის მერდოკი თვითონ მერდოკმა მითხრა მე ერთად შეხვედრაზე და სულ იძახდა რომ მე ამ ხელა სტრესის ქვეშ არ ყოფილა კაი ხანიაო ამერიკის ესეთ დონეზე ამერიკის თავრობიდან ხალხი მირეკავდეს და მიმტკიცებდეს რომ უნდა გამოვიდე იმედიდან რომ ეს იმედი არის რაღაც პრორუსული რომ რუსეთი შემოყვანა უნდა საქართველოში იგივე რიტორიკა რაც დღეს არის და რაღაც მომენტში ამად იმუშავა სხვა შორის და მერდოკი გავიდა იმედიდან, მაგრამ სანამ მერდოკი იყო, მივახციეთ იმას, რომ შეგუშვეს იმეჯში. იმედი ისე დავიბრუნე, რომ მისი მფლობელი ვითომ გიორგი ალბაძე თვალით არ მინახია, სამ გასაღები არ მოგცა დილას. მოლაპარაკება მიდიოდა გიგი გულავასთან, რომელიც დარბოდა სააკაშვილთან და როგორც კი მოვილაპარაკეთ, იმედი დაგვიბრუნეს. რეალურად რაღაც ამბავს შიგნიდან გავკითხეს, იმიტომ რომ დაბრუნებიდან 2 კვირაში უკვე ფაქტობრივად შიგნით ბუნტი მოხდა და ნიუსის ჯგუფმა თქვა, რომ ჩვენ აღარ გვინდა მუშაობა. იმედის დაბრუნებიდან ძალიან მალე დავით კოდუა, ერეკლე კოდუა ჩავიდა დავითის ძმა იმაში რა ქვია ლონდონში და შეხვდა ბადრ-კაცშვილს. ბადრი მითხრა რომ წადიო იმეჯშიო და გიორგი თაგამაძის უთხარიო რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ჩაუგდეო იმას რატო არ აჩვენებსო მე უკვე 2 დღეოთ რაღაცა ველოდები და რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ის მაგ ჩაგდებულიო ინფორმაცია გადაცემული და რაღაც არ აჩვენებსო და უთხარიო აჩვენოსო მე მივედი დილას გიორგის თქვა რაღაც გაგშენ თურმე და არ აჩვენებ და პასუხი იყო აუ ირაკლი აი მოდიო რა ეხლა ძალიან დაკავებული ვარ და საღამოსო მოდიო და ერთად შევხედოთო იმიტომ რომ მე ეჭვმაქო შეხედავო შენს მეტყვიო რომ არა ვარ დაწმებული ეს ეხლა ისე დრო გაუში უნდა ვაჩვენოთო საღამოდე მოხდა ის რომ რუსთავი ორმა აჩვენა უკვე ეს დამონტაჟებული და აბსოლუტურად ბადრის სიტყვები იმიტომ რომ რეალური ჩანწერიც არსებობს და ისეცაც რუსთავი ორმა აჩვენა და საღამოს უკვე განცხადება იყო გაკეთებული იმედის ნიუსის ჯგუფის რომ ამ რაც მათ ნახეს რუსთავიოში ამის შემდეგ მათ მუშაობა აღარ შეეძლოთ იმეჯს და ფაქტობრივად იმედი დაიხურა და რაღაც ამბავში მე თუ მკითხა ბადრი ამ მოკლა ალბათ აი მან მოკლა მან უღალატა ბადრი პატარკაციშვილს და რომ ეს არის არ მომერიდება ამ სიტყვისთვის გამყიდველი გიორგი თარგამაძემ გაყიდა ბადრი პატარკაციშვილი და ამის სანაცვლოდ მას მიცეს ფული და ჩამოაყალიბებინეს ფსევდო ოპოზიციური პარტია ქრისტიან დემოკრატები გიორგი თარგამაძე ახსნა როგორ მოხდა რუსთავი ორის ხელში ეს ჩანაწერი იყო რომ ღია კოდი ჩამომიგდესო კოდი გადმომცეს ღიად გადმომცესო და ეს ეთყობა ეს კოდი მოისმინეს და ესე წაიღეს
ესე წაიღეს ჩანაწერიო. ანუ ფაქტობრივად მე რო ჩამიგდეს იმათაც წაიღესო. ეს ხო ის ახსნა რომელიც გიორგი მისცა. თუმცა ახსნა იმის ამდენი დღე ატო არ უშვებდა, როგორც ვთქვით, იყო სხვა რაღაცა რომ აქვეა მოდი შენს დამეთანხმები და არ უნდა გაუშვაო, მაგრამ მე ჩანაწერი რაც არ მინახე. ამან მოკლაო რას გულისხმობ? აი ამ დღის მერე გიორგი თარგამაძე მისმა გუნდმა გააკეთეს განცხადება, რომ ეს ამ საშინელების მოსმენის მერე მათ არ აქვს მორალური ჩემი სიტყვები არ არის მათ სიტყვები განცხადება არსებობს სადღაც. რომ მათ არ აქვს მორალური უფლება და პროფესიონალური და ასე შემდეგ რომ იმუშაონ იმედზე და იმედი ამით დაიხურა. და მე ინგა გრიგოლიას ამის მერე იმედში რაღაც შესულვად 2012 წლამდე. ბევრი ფული გადაუხადეს და სასწავლებლად გაუშვა. ესენი მე არაფერი არ ვიცი, მაგრამ ინგა გრიგოლია ყოველ შემთხვევაში და ბევრი ეს ხალხით ჩვენთან დადიოდნენ საელჩოებს რაღაცებს დავდიოდ ინგა იქ მონაწილეობდა ყოველთვის. როგორც ირაკლი რუხაძე აცხადებს, ტელეკომპანია იმედის ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესის და სხვა ქონებების ჩამორთმევის საკითხში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა, დავით კეზერაშვილი, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და სხვა პირები ფიგურირებენ ტელეკომპანია იმედის მფლობელს დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ამ წუთებშიც უსმენენ და მან ასევე უნდა ისაუბროს ბიზნესის რეკეტის კონკრეტულ ფაქტებზე. მადლობა მანენა დევაძე იყო პირდაპირ ეთერში.